პრეზიდენტი ლუიზ ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, ბრაზილია მერკოსურის შეთანხმებაში კოლუმბიის შემოერთებაზე მუშაობს. ამის სათქმელად ქვეყნის ლიდერმა ბრაზილიის დედაქალაქში გამართული ცერემონია გამოიყენა, სადაც ხელი მოაწერა ევროკავშირსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის დეკრეტს. იმგვარი კონტინენტთაშორისი შეთანხმება, როგორც მერკოსურია, რეგიონალურ და საერთაშორისო თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აყენებს. მით უმეტეს, რომ ბოლო განცხადებების მიხედვით მას შესაძლოა ლათინური ამერიკის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო ის ზომა, რაც მიიღო და ცალმხრივად დააკისრა სანქციები მთელ მსოფლიოს, ევროკავშირისა და ბრაზილიის პასუხი მსოფლიოსადმი ნათელი გახდა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ არაფერია დემოკრატიისადმი რწმენაზე, მულტილატერალიზმსა და ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე უკეთესი. ჩვენ ვმუშაობთ, რომ კოლუმბია მერკოსურის ქვეყნების სიას შეემატოს და შესაძლოა უკვე ხვალ ბლოკი კიდევ ახალი ქვეყნით გავზარდოთ, რადგან საერთაშორისო ვაჭრობაში ინდივიდუალური გზა არ არსებობს. ეგრეთ წოდებული მერკოსურის შეთანხმება თავის დროზე ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და პარაგვაის ინიციატივით შეიქმნა და ის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას გულისხმობდა. ბლოკს 2012 წელს ვენესუელა შეუერთდა, თუმცა წევრობისთვის გათვალისწინებული წესების უგულვებელყოფის გამო მალევე გაირიცხა. წევრობის რატიფიცირების პროცესს გადის ბოლივიაც, რომელსაც ბლოკის რეგულაციებთან მოსარგებლად 4 წელი აქვს. 25 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირსა და მერკოსურის ქვეყნებს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება მას შემდეგ გაფორმდა, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებისა და მის მხრიდან მსოფლიო ქვეყნების მიმართ დაკისრებული სანქციების შემდეგ სახელმწიფოები ტარიფების შემცირების, იმპორტის გაზრდისა და მოქნილი ეკონომიკური მექანიზმების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ამით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნა. თანამშრომლობა ორ რეგიონს შორის ვაჭრობის განვითარებასა და 700 მილიონზე მეტი ადამიანისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნას გულისხმობს. ახალი გარიგება კარგი შესაძლებლობაა ევროპული მრეწველობისა და გეოსტრატეგიული პოზიციების გასამყარებლად. განსაკუთრებით ყველაზე დიდ და აქამდე სანდო საყრდენთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გართულებული ურთიერთობების ფონზე.